ეს ხო არაა პრობლემა, ნემსის მერე ესე დაემართა რა არის. ჩაიქცა უბრალოდ თვითონ ვენა მაშინ გლუკოზა რო გაგიკეთეს ალბათ. არა, ის ანალიზი აიღო და ლაბორატორიაში ჩაიქცა. ეს 30-90-ზე. ხო. ეს რამდენი? 130 იყო 80-ზე ბოლოს კი. 120-80-ზეა ჩემი და ცოტა მაღალია. ხარბად ჩაიხოქება? აი ესე ხო, სწორად ესე. წინ კონხებში არაფერი არაა, მაგრამ თქოს ცოტა რაღაც შესუსტებულია თუ ასე ხო უნდა იყოს, ეს ეხლა ბუნებრივიც ხო შეიძლება იყოს შესუსტებული ამ არა. აი ამ მდგომარეობაში შეიძლება ბუნებრივი იყოს, ხო? ხო, აი არ ვიცი. ძალიან მხნედ გრძნობ თავს და ძალიან კარგად. იმიტომ რომ პირველივე დღიდან იმედიანად ვარ, თუ არ მეძინა კარგად და პირველი დღეები ვერ ვიძინებდი კარგად, ეს ძალიან მოქმედებდა, იმიტომ რომ მთელი დღის განმავლობაში საერთო სისუსტე მქონდა. ხანდახან გულის მხარეს რაღაცა ტკივილსაც ვგრძნობდი, კუნთების ტკივილიც ვიგრძენი, გუშინ ახლობლებმა ინერვიულეს და გამოუძახეს სასწრაფოს და აღმოჩნდა რომ შაქარი მქონდა დაბალი და ამიტომ და მითხრეს შაქრიანი წყალი ან თაფლიანი წყალი დალიო რაზეც უარი უთხარი. ამიტომ გადაწყვიტეს რომ 24 საათი აქ ემორიგებათ და ეტოპობრივად ცვლიან ერთმანეთს და მამოწმებენ. უნდა დავინახო რომ ერთად ლამაზად ვდგავართ. მაგრამ რა შვილების პატრონი ხარ შემთხვევით. კი. კარგი ჩემო კარგი ვაქავართ ერთ სიტყვით. მადლობა ძალიან დიდი. ფიქრობდი იმაზე, რომ სანამ მე რამე დამემართებოდა, ხალხი დაიწყებდა დმანისელები, არა და მარტო დმანისელები უსამართლობაზე საუბარს და დმანისში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქალაქში დავდგებოდით ერთად და ვაჩვენებდით ერთობის მაგალითს. მე კიდევ ვერ ხვდები ეს სწორი ფორმა მქონდა თუ არა არჩეული. იმიტომ რომ ძალიან ვანერვიულებდი ამით მე ჩემს ახლობლებს აქ ჩემი შვილის საქართველოს დროშა დაუხატია და მე დედამისისთვის უთხოვია, რასაც გეტყვი ის დაწერეო, მამიკო, მალე მოდი ეს ჩემგან მე გავაკეთე დათში. და ნერვიულობენ მოკლედ და მაგრამ ყველა ერთად ნერვიულობთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს პირადზე მეტად გვანერვიულებს ქვეყნის ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერები, ცალკე ოჯახში გამოკეტილები, როცა მეზობელი უბედური გვეგულება და უნდა ვიცოდეთ, რომ ისიც კარგად არის. ამის იმედზე ვერ ვიქნებით. ჩაიხდა. ამის იმედზე ვიქნებით. აქ უნდა იყოს ფეხი ხალხი და დაბლა უნდა ვიდგეთ მე როცა დავიწყებ ტექსტის მე. ხო? მეგონი რომ მოვგროვდებით. არა, მოვგროვდებით, კი. ერთი. ხმა რა? ერთი. ისმის ხო იქიდან, აბა ნახე. ერთი. კი ხო? ერთი. აქიდან? ერთი.
1 2 3 ან ერთი ისმის არ მეორეში, მოიცა? გონი ახლა ორივე შეისმის. მიდი აბა. 1 2 3 1 2 3 1 2 3 თოვლი დაიწყო. მაგრამ ქალაქელებს ხო უყვართ თოვლი დაიწყო? ხო. დედას ვესაუბრე 2 დღის წინ, სანამ მე გავბედავდი დარეკვას, ის თავად მოვიდა, სახლშიც ვეღარ გაჩერდა და აქ სკვერში ჩემი მანქანის წინ სკამზე დაჯდა და თქვა რომ მე აქედან არსად არ წავალ და მივიჯექი გვერდით და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. ძალიან დიდი ხანი იყო გასული, არ მიტირია და იმ დღეს ვიტირეთ, ვტიროდით ორივე და საუბრობდით და ავუხსენი დავამშვიდე, რისი იმედით ვდგავარ აქ. ის მხოლოდ ცუდ სცენარზე ფიქრობდა და ცუდი სცენარის შემთხვევაში მას სიცოცხლე აღარ უღირდა. და ვისაუბრე მე რომ აქ იმედით ვდგავარ პირიქით და რაღაცნაირად ეს იმედი ჩაუნერგე მასაც და მანაც დამიჯერა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მან შეწყვიტა შიმშილობა, ასევე ამ იმედით, ასევე დღევანდელი დღის, დღევანდელი საღამოს იმედით. როცა შორს ხარ, მოწყვეტილი ხარ პროცესებს, კი უთანაგზნობ, ბევრი უთანაგზნობს მაგრამ ვერ გამოდია. კი, ბევრი მოვიდა ჩავხსანში. ოდიში, რო იქ ვერ დავდგე. მაინც დაუთო, ვერსიას თავდება იმ სამახასაფუძ. ერთი გრმაჩას უნდა გააკეთე. შეიძლება ხელით ცივი, 94, ეწერან 19 გქონდა რუბენის. საერთოდ 95 და ნორმალია, ეს კი არ მიცემ. კატეგორიულად არ უნდა რომ მასზე გელაპარაკათ, თუმცა არ გამოვიდა ეგრე და ლაშა მაპატიე. ეხლა წავიკითხავ მის მიმართვას. პირველ რიგში მინდა ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო მზია ამაღლებელს და თემურ ქათამაძეს. მხნეობას თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მხნეობას ვუსურვებ ყველა სინდისის პატიმარს. ეს არ არის ჩემი მხარდასაჭერი აქცია. ამიტომ ძალიან უხერხული იქნებოდა ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა და ბოდიში რომ ამას ჩემი დეიდაშვილის დახმარებით ვაკეთებ. ჩემი შიმშილობის მიზანი იყო იმ მუხტის გაღვივების მცდელობა, რაც დედაქალაქში არის, მაგრამ ძალიან აკლია რეგიონებს. ჩვენი მშვიდობიანი და მტკიცე ერთობა, ერთად დგომა არის ყველაზე დიდი იარაღი, რითიც შეგვიძლია ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუპირისპირდეთ. ჯერჯერობით არ შესწევთ ძალა, რომ ჩვენს ერთობას გაუმკლავდნენ და ერთხელაც მოვა დრო, როცა ხელისუფლებები ხალხის ჭკუაზე ივლიან. მადლობას გიხდით ამ ერთობისთვის და ამ ერთობის ძალის იმედით ვწყვეტ შიმშილობას. ჩვენ ახლა ლაშას მანქანასთან მოვიყაროთ თავი, გაგიძღვებით ჩვენ წინ, თავარ ქუჩაზე ჩავიაროთ მარშით და მერე დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ სამშობლოსთვის მოხვედით აქ. გავიმარჯვებთ. წამოვალ მა. ხო გაგიმიზადე. კი, დღეს საღამოს წამოვალ და კი. ზღაპრევის მოყოლა მოგენატრა? მოგიყვებ. შეძვირი და იქით ამ ხარეს დაჭიქი. ჩავჯდები, გავთბები ცოტას. ეს ფოტო არა გვაქვს. დმანი სიცივი. ესაა. აჩუქეს. ნუ
ვერ დავეტევით, ვერ ვეტევით უბრალოდ. ტროტუარი არის, ტროტუარი. ანუ მარშით მივდივართ, ხო არ უკეტავთ გზას, ხო? გადაიწია. საიდან ნათვალი? თავისუფლება თქვენ. არსად სამართალი. ყველგან პოლიცია. მუშაობ. თქვენ გაქცია მუდით. თქვენ იფხდებოდან თი. მიყვარხარ. ძალიან ჯანმრთელი და ძლიერი გჭირდა. ძალიან ჯანმრთელი და ძლიერი ვიქნები. ყოჩა. მაგრამ მადლობა ყველაფრისთვის ლაშა და ბოდიში ჩვენ გარო აი აქ არ ვიწყედით და არ ვშილობთ ვერ გასლაპარაკობთ. ერთობა მთავარი და არა. და აქამდე რომ მიგიყვანეთ მაგისთვისაც ანუ ეხა ის ხალხი ვართ დარჩენილი, ვინც რეალურად ანუ ვისი იმედიც რეალურად დმანიში ქონდა, ხო? და ხალხო ძალიან დიდი მადლობა. მართლა, ანუ ლაშამ რომ შიმშილობა გამოაცხადა იმ დღიდან დღემდე რაც ხდებოდა, თქვენ რომ იყავით აქ, იმიტომ იყო ძლიერი. რა იმიტომ გაუძლო ამდენი დღე და იმიტომ იყო ყოჩაღად. ძალიან მნიშვნელოვანისთვის ვიბრძვით ხალხო და ძალიან დიდი მადლობა რომ ერთმანეთს ყავართ. ვიღაცა ვერცერთს ვერ დაგჩაგრავენ. რაც უფრო მეტი იქნებით, ინდივიდს, ერთ ადამიანს ვერ დაგჩაგრავენ. დავწყნარდებით და კიდე მივხვდებით დმანის რა გაუკეთეთ ამის. ჯერო აქტივისტი არ ენახა და საერთოდ აქცია რო არ ენახა ცხოვრებაში რა რეაქცია არიციან და აქტივისტი რა არიციან სამოქალაქო. ძალიან დიდი მადლობა ხალხო. მადლობა მიყვარხართ ძალიან. რაღაცა რომ კიდე გაკეთება, კიდე მეტი ადგილობრივი გამოვა, იმიტომ რომ ეს არის როგორც საწყისია რა, მართლა არის ეს. მე რასაც დავაკვირდი, ადგილობრივი ბევრი გარეთ იყურებოდა ფანჯებიდან და ბევრს აი რაღაცნაირად უნდა რომ გამოვიდეს, ზოგს რაღაცა აკავეს, მაგრამ ამას რომ მასიური სახე მიეცემა, ხო, ამას რომ მასიური სახე მიეცემა, უკვე ის შიშის გადაივლის და ყველამ უნდა გაიგოს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ერთი ადამიანის ბრძოლამ გააერთიან და ყველა აქვს გომი და არა მარტო რა და ეს უნდა გავიგდეს, აი გამარჯვებამდე უნდა მივიდეს. მოაზრეს ხარ შენ და მე მარტო ტელევიზია არა. ამას ვინახავთ ოთახი. და აღარ გაყრენ და აღარ მიწვევს. ხო, ეს ხანაირი ბრძოლები.